მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში მუშაობას განაგრძობს. გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დეპუტატებში ამნისტიის კანონპროექტის მე-16 მუხლის განხილვამ. ამ მუხლის მიხედვით ამნისტია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებსაც შეეხებათ, რომლებსაც პატიმრობის ვადა 1/4-ით შეუმცირდებათ. სწორედ ამ მუხლს არ ეთანხმება უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებობს კატეგორია მსჯავრდებულებისა, ვისაც ამნისტია არ უნდა შეეხოს. მირიან გორგოძე იმყოფება ქუთაისში, ის ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მირიან, გისმენთ. დიახ, პარლამენტში პლენარულ სესიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა. მე უფრო კონკრეტულად რომ ვიცოდეთ ინფორმაცია შეგახსენეთ, რომ 4 შაბათის პლენარულ სესიაზე ამნისტიის კანონპროექტი დეპუტატებმა მეორე მოსმენით მიიღეს, თუმცა მაშინ დარჩა 4 მუხლი, საუბარია მე-11, მე-5, მე-8 და მე-16 მუხლებზე, რომლებზეც შეთანხმება კიდევ იყო, ასე ვთქვათ, მისაღწევი და დღეს პლენარულ სესიაზე დეპუტატები სწორედ ამ 4 მუხლის ირგვლივ მსჯელობენ. გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სწორედ მე-16 მუხლმა. მე-16 მუხლი ეხება იმ პირებს, რომლებთაც პირდაპირ არ შეეხოთ ამნისტია. აქ საუბარია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებზე და ამ მე-16 მუხლის მიხედვით მათაც ისინიც ამნისტიის რიგებში ხვდებიან და მისჯილი ვადა 1/4-ით შეუმცირდებათ. კანონპროექტის ინიციატორები და მომხრეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქვს აღებული ვალდებულება, რადგანაც პატიმრების აპრობილეებში იმყოფებოდნენ არაადამიანურ სასტიკ პირობებში და ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს. ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ის უნდა შეეხოს ყველა მსჯავრდებულს, ხოლო მოწინააღმდეგეები ამ კანონპროექტისა პირიქით ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული კატეგორია და ისინი გულისხმობენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს, მაგალითად, როცა საუბარია ადამიანის ყველობაზე, გაუპატიურებაზე ან ტერორიზმში ბრალდებულ პირებზე და ამ განსაკუთრებული დანაშაულის ჩამდენ პირებს ამნისტია მათი აზრით არ უნდა შეეხოს. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ისინი საჯელის მოხდის სათანადო პირობებით. მაშინ სახელმწიფომვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე, 1/4-ით შეუმციროს სასჯელი ყველა პატიმარს, ვისაც იმ პერიოდში იმ გაუსაძლის, იმ არაადეკვატურად მძიმე პირობებში საქართველოში უხდებოდათ სასჯელის მოხდა. ამნისტია საზოგადოდ აუცილებელია, ციხის განტვირთვა აუცილებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. უმძიმეს მუხლებს ბავშვს რო გააუპატიურებს ადამიანი და ის ბავშვი რომ მოკვდება. იმას 1/4-ით სასჯელის შემცირებას მე ხმას არ მივცემ. დიახ, მე შეიგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ აი ამ წუთებში პლენარულ სესიაზე დეპუტატები მსჯელობენ მეორე მოსმენით ამნისტიის კანონპროექტის მე-11, მე-5, მე-8 და მე-16 მუხლების ირგვლივ და დღესვე დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებმა ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს. მადლობა, მირიან გორგოძე საუბრობდა პარლამენტიდან.